მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, კარგ დღეს გისურვებთ ყველას. ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება ვინ ფიქრობს თქვენზე, ვინც არიცით და ესე ფარულად ფიქრობს თქვენზე და აქვს გრძნობები. ვინ არის, ვინც ესე ფარულად ფიქრობს თქვენზე და აქვს გრძნობები. ვინ არის ეს ადამიანი? მოდი ვნახოთ. ეს ინტერესოა. პირველივე იმპერატორი ამოვიდა. მეგობრებო, თქვენზე ფიქრობს, რამდენიმე ვარიანტს გავაჟღერებ. ანუ ვიღაცისთვის შეიძლება იყო მეუღლე, რომელთანაც აღარ გაქვთ ახლა კონტაქტი, ან ვიღაცასთან შეიძლება იყოს ვიღაცის მეუღლე, რომელიც ფიქრობს თქვენზე. აი, ძალიან აქვს ემოციები თქვენს მიმართ, მაგრამ თან ზურგს აქცევს, რადგან ის დაკავებულია და ეს ყველაფერი ძალიან აჩერებს ამ ადამიანს, რადგან აქვს ცალკე ოჯახი, ცალკე საფიქრალი, სხვა ადამიანია მის ცხოვრებაში, მაგრამ თქვენს მიმართ აქვს ძალიან დიდი ემოციები და თქვენც აღგიქვთ ესე ძალიან ემოციურ ქალად. კარგია, ვნახოთ. ვინ არის კიდევ ეს ადამიანი, ვინც ესე ფარულად ფიქრობს თქვენზე. მეგობრებო, ადამიანი, რომელთანაც ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, ცვლილებები აი თავისი როგორ იცი, აი თავის ასე ვთქვათ, ბედნიერებასთან დაკავშირებით, აი ესე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ხვდება, რომ ეს ადამიანი სადაც არის, იქ თითქოს ვერ გრძნობს თავს ისე ბედნიერად, როგორც თქვენთან, აი თქვენს გვერდით რომ არის, შეიძლება არც არაფერი არ აქვს, შეიძლება არც აქვს გამხელილი თქვენთვის ეს თავისი გრძნობები და ემოციები, მაგრამ თქვენთან თავს ბედნიერად გრძნობს. მაგრამ ვერ იყენებს ამ შანსს, რადგან არ მიაჩნია ეს ყველაფერი სამართლიანად, არც თქვენთან და არც იმ თავის ოჯახში. თუმცა ფიქრობს რაღაცა ნაბიჯებს და ასევე ფიქრობს, რომ თავის ხელშია თავისი ცხოვრება და გადაწყვეტილებები და თვითონ როგორც გადაწყვეტს, ეს იქნება სამართლიანი. ყოველ შემთხვევაში, ახლა კი ძალიან უნდა თქვენთან ურთიერთობა და გამხელა ამ ყველაფრის, მაგრამ მიზეზი, რის გამოც არ გეუბნებათ და არ დგავს ნაბიჯებს, არის ის, რომ არ მიაჩნია ეს ყველაფერი სამართლიანად. მოდით ვნახოთ აბა, თუ გადმოგავს ეს ადამიანი ოდესმე თქვენსკენ ნაბიჯებს. თუ გადმოგავს ეს ადამიანი ოდესმე თქვენსკენ ნაბიჯებს. ამ წუთას მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ დეპრესიული ფონი აქვს. და ვნახოთ აბა. მეგობრებო, ანუ ამ ადამიანთან ძალიან დიდი წეგანაც აღნიშნეთ, ცვლილებები მიმდინარეობს
და ეტყობა ეს დეპრესიული ფონიც ამის გამო აქვს, აი უდიდესი ცვლილებები მიმდინარეობს მის ცხოვრებაში, რაც საკმაოდ ამძიმებს. რაღაცა ნოსტალგიაში აგდებს ასევე. ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება მიმდინარეობს ცვლილებები მის ოჯახთან დაკავშირებით, ან უნდა დაინგრეს რაღაცა, ან რაღაცა შეიცვალოს, ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ აქვს ამ ადამიანს მათ მიმართ, თავისი ოჯახის მიმართ, არ ვიცი ვინ ყავს თავის ოჯახში, მეუღლე მარტო თუ შვილები თუ რა ვიცი, ასე შემდეგ. ვერ ვიტყვი, არ აქვს ემოციური კავშირი, აქვს, ძალიანაც ურთულდება ამ ყველაფრის დანგრება და ამის გამო არის ძალიან ესეთ სიმძიმეებში და აქვს დეპრესიული ფონი, ნოსტალგიებში რაღაცებს იხსენებს კარგ მომენტებს. ხო. თუ ეს ადამიანი თქვენი მეუღლე იყო, მაშინ ეს ადამიანი იხსენებს თქვენთან გატარებულ კარგ მომენტებს და უნდა ისევ თავიდან, აი სულ რაღაც ახალი ფურცლიდან დაიწყოს ყველაფერი თქვენთან. თუ არ არის თქვენი მეუღლე და სხვისი მეუღლეა, ის თავის ოჯახში აქვს ესეთი სიტუაცია, მაგრამ რომ ვიკითხე, რომ გადმოდგამს თუ არა ნაბიჯებს, ეს ადამიანი აი რაღაცა ფიქრობს, რომ დიპლომატიურად უნდა მოიქცეს თქვენთან დაკავშირებით და ესე დინებას მიყვეს. ესეთი კონკრეტული ნაბიჯები არ უნდა ჯერჯერობით. მედი აბა ცოტა ისეთი პასუხი ჯერჯერობით არ უნდა, მაგრამ თუ იქნება ოდესმე თქვენ შორის რამე ახლო ურთიერთობა, აბა ნახოთ. თუ იქნება თქვენ შორის რამე ახლო ურთიერთობა. თქვენ შორის რამე ახლო ურთიერთობა. ჩემს გორდა ამ მამაკაც შორის ახლო ურთიერთობა ოდესმე. ხო. საკმაოდ ესეთი სიტუაცია ჯერჯერობით რთული. იცით რა მეგობრებო, აი ესე ამ ადამიანს აი ძალიან უნდა, ძალიან, მაგრამ პატარა მიჩვენებს აი ახლანდელ მდგომარეობას, რაც საკმაოდ რთულია მისთვის და რაც განსაზღვრავს მომავალში თქვენთან ურთიერთობას. ამ წუთას ეს ადამიანი ძალიან არეულია, ძალიან დაბნეული, ძალიან ესეთ სირთულეებში არის, დაღლილად გრძნობს თავს რაღაცნაირად. და ფიქრობს, რომ აი თქვენს კი რაღაც ნაბიჯი რომ გადმოდგას, მერე აღარ უნდა გაჩერდეს. ხო, ანუ ისიც არ უნდა, რომ უბრალოდ რაღაცა გაგაგებინოთ და მერე დაიკარგოს. ამიტომ მიყვება დინებას და არის არჩევანის გაკეთების პროცესში ამ წუთას და ტარო ჯერჯერობით არ მეუბნება იმას, რომ თქვენთან რამდენად იქნება ამ ადამიანს მომავალში ურთიერთობა, რადგან ამ წუთას საკმაოდ დიდ ცვლილებებშია ეს ადამიანი, უნდა გათავისუფლება ამ ყველაფრისგან და ცდილობს კიდეც. კი, ცდილობს. მეგობრებო, თუ ვინმე იცანით ეს ადამიანი და ვინმეს გარშემო არის ესეთი პიროვნება, რეზონირდება მასზე. ეს რაღაცა
თითქოს კონკრეტული ადამიანების ეს დაიჭირა სიტუაცია და რომ კარგი, მოდი ამოვიღებ დღის რჩევას თქვენთვის. მეორე დასტით დღის რჩევა თქვენთვის, ვინც მე მიყურებს ეხლა, დღის რჩევა თქვენთვის. მეგობრებო, ვიღაცები, ვინც მე მიყურებთ ეხლა, როგორ ხართ იცი? აი ორი მხარე გაქვთ რაღაცნაირად გარეგნობით ძალიან მხიარულად და წარმატებულად გამოიყურებით, თითქოს არაფერი განახლებთ, მაგრამ შინაგანად აი გკლავთ რაღაცა უდიდესი ემოციები. შინაგანად გაქვთ აი უდიდესი ეჭვები, რაღაცა სულ გაურკვევლობაში ხართ და ტარო გირჩევთ, რომ გადადგათ ნაბიჯები თქვენი თავისკენ. გადადგათ იმისკენ ნაბიჯები, რომ გამოხვიდეთ აი ესეთი გაურკვეველი, დაბნეული მდგომარეობიდან. შეიძლება ზოგიერთებს გაქვთ რაღაცა გულის და გონების ჭიდილი და გულის სხვას გეუბნებათ, გონება სხვას და ვერ გაგირკვევიათ, რომელს დაუჯეროთ და რომელს მიხვდეთ. ტარო გირჩევთ, რომ გათავისუფლდეთ აი ამ უსაფუძვლო ეჭვებისგან და დაბნეულობისგან, რაშიც დაგეხმარებათ და უდიდეს აი ეს რაღაცა ემოციური ფონი რომ გაქვთ, დაგეხმარებათ როგორი რაღაცები იცით, რაც აი თქვენს სულს გაათავისუფლებს, თუნდაც ის რომ ილოცოთ, მედიტაციები გააკეთოთ, აფირმაციები, აი რაღაცა ისეთი რაღაცეები, რაც თქვენს ენერგიებს გაათავისუფლებს და აი გამოგათავისუფლებთ აი ამ რაღაცნაირი ნეგატიური, არასასიამოვნო ენერგიებისგან, რაშიც ეხლა იმყოფებით. ზოგიერთები შეიძლება ისეთები მიყურებთ, ვინც დაინტერესებულები ხართ ეზოთერიკით და ძალიანაც მოგწონთ, შეიძლება თქვენ თვითონაც შლით ტაროს მიმდევრები ხართ, აი ტაროს მოგწონთ ტაროს გაშლები, ან შესწავლილი გაქვთ, ან ვიღაცა ნამდვილად ყველანაირი ეზოთერიკულ საკითხში ერკვევა და იცით, რომ რაც გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან. და ტარო გირჩევთ, რომ გააკეთოთ ზუსტად ის, რაც გაათავისუფლებს თქვენს ენერგიებს უარყოფითისგან და შემოიყვანთ დადებით ენერგიებს. მშვენიერი. ძალიან კარგი რჩება. გისურვებთ წარმატებებს. წარმატებულ დღეს გისურვებთ. დროებით დაგემშვიდობებით მე. ნახვამდის.